მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა გესაუბროთ ლოცვის ძალის შესახებ. ძალიან ბევრმა ქრისტიანმა სამწუხაროდ არ იცის რამხელა ძალა გააჩნია ლოცვას და საერთოდ უჭირს ლოცვების წაკითხვა, ლოცვების აღვლენა უფლის წინაშე, რის გარეშეც ჩვენი ცხოვრება იქნება დაბალი სულიერების მქონე, განსაკუთრებით მარხვაში. მარხვაში ქრისტიანი უნდა ლოცულობდეს და იცავდეს ყველა იმ წესგანგებულებას, რაც ღმერთმა განაჩინა ჩვენი სულის ცხონებისთვის. წმინდა ნიკოლოზ სერბი შემდეგ სწავლებას გადმოგცემს. როდესაც ლოცულობთ და გახსენდებათ ამ დროს თქვენი ცოცხლები და თქვენი მიცვალებულები, მტრები თუ მოყვარენი თქვით, უფალო შეიწყალე. უფალო შემიწყალე კი არა, უფალო შეიწყალე. რა ძალა აქვს ამ ლოცვას თქვენ შეიძლება დასვათ კითხვა. აი ამ კითხვაზე პირველ რიგში ბარტიმეოსი გიპასუხებთ. ბრმა ადამიანი, რომელიც ყვიროდა მაღალ ხმაზე, უფალო ძეოხთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი და რა მოხდა მის ცხოვრებაში? თვალები აეხილა. კეთროვანი გიპასუხებთ, რომ მე, როდესაც ვთხოვე უფალს შეწყალება, განვიკურნე კეთრისაგან. ბრმა გეტყვით, როდესაც ვითხოვე შემწეობა უფლისგან, თვალები ამეხილა. შეპყრობილი ადამიანი, ანუ იგივე ეშმაკეული, გიპასუხებთ, რომ ჩემგან ეშმაკი გავიდა. მოციქულები გეტყვიან, ქარიშხალი იყო ზღვაზე და დაცხრა ქარიშხალი. ავაზაკი, ჩვენთვის ცნობილი ავაზაკი გიპასუხებთ მაშინვე, მთელი ცხოვრება ავაზაკობაში გავატარე, მაგრამ ვითხოვე ღმერთისგან მოხსენიება და ღმერთმა მაშინვე შემიწყალა. რომელ ერთი მაგალითი გნებავთ, რომ ჩამოგითვალოთ და გადახსენოთ. უამრავი ადგილებია ძველი და ახალი აღთქმიდან, სადაც გარკვევით წერია, რომ ადამიანმა ითხოვა, შეწევნა და მიიღო მაშინვე პასუხი, რომ შენი სარწმუნოების მიხედვით მოგეგო შენ. როდესაც ადამიანი თავის თავზე ლოცულობს, ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ როცა შენ ლოცვის დროს, როგორც წმინდა მამა ნიკოლოზ სერბი ბრძანებს, გაგახსენდება შენი ცოცხლები, თქვი, უფალო შეიწყალე, ჩემი ნათესავები, ჩემი ახლობლები, ჩემი მეგობრები, რა თქმა უნდა ოჯახის წევრები, თუ მიცვალებულები გაგახსენდება, მაშინვე თქვი, სულთა თანა განუსვენე უფალო ჩემს მიცვალებულებს და ნათელსა შინა დაამკვიდრე ისინი. რა თქმა უნდა, არა მარტო ჩემი მიცვალებულები და ჩემი ახლობლები, არამედ ისინი, ვისაც არავინ მომხსენებელი არ აყავს. ვისი საფლავიც აბალახებულია ეხლა და არავინ არის, რომ მივიდეს და მოაწესრიგოს საფლავი. ვის საფლავზეც აღდგომის კვერცხი არ გადაგორდება არავის ხელით. აი ეს ადამიანები აუცილებლად მოიხსენიეთ ჩემო ძვირფასებო. თან ისინი, ვინც თქვენ ამ წუთში გაგახსენდებათ, ჩვენ ხომ დაცემული მერყევი ბუნების ცვალებადი აზროვნების, გონების და მოქმედების არსებები ვართ. ძალიან ხშირად გვავიწყდება როგორც საკუთარი თავი, ასევე ჩვენი ახლობლები და მით უმეტეს მტერი და მოყვარე, ცოცხალი და მიცვალებული. ამიტომ ეს ბრწყინვალე რჩევა დაიმახსოვრეთ, თქვენთვისაც კარგი იქნება და იმ ადამიანებისთვისაც, ვინც გაგახსენდებათ. განსაკუთრებით მარხვის პერიოდში, როდესაც ჩვენ გარკვეული საკვებისგან ვიკავებთ თავს, დავდივართ ტაძარში, მეტანიებს ვაკეთებთ, ეფრემასურის ლოცვას, აღვავლენთ, აი ყველაზე კარგი გარემო აი ამ დროს არის, რომ მიხვიდე ხატთან, მიხვიდე ჯვარცმასთან და აი ამ დროს ვინც გაგახსენდება პირველ რიგში, შეევედრო ღმერთს, რომ ღმერთო შეიწყალე, გეხვეწები შეიწყალე ეს ადამიანი, შეიწყალე, ჯერ ის შეიწყალე და მე შემიწყალე. გახსოვთ ხო პავლე მოციქული როგორ ევედრებოდა ღმერთს, რომ ოღონდ ეს ხალხი თავის ერზე გადაარჩინე
დაღუპვას და თუ გინდა მე დავიღუპო. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო საკუთარ მოყვასზე ზრუნვა, რომ ევედრები ღმერთს, რომ აი ეს ადამიანები დღეს რომ არ მარხულობენ, არ ლოცულობენ, არ ეზიარებიან, აღსარებას არ ამბობენ, მოიყვანე შენს ფეხებთან, ოღონდ განსაცდელის გარეშე ნუ მოიყვან უფალო, მოიყვანე მშვიდ გარემოში, არავინ არ გახდეს მისი ახლობელი ცუდად, არავინ არ გარდაიცვალოს მის ახლობლოში, რომ მერე არ გაახსენდეს მაინც და მაინც რომ შენ არსებობ. ხომ შეიძლება, როცა მშვიდად ხარ და ლოცულობ, გავიხსენოთ ის ადამიანები, ვისაც ნამდვილად ძალიან უჭირდა უფალთან ურთიერთობა, ან ძალიან უჭირს, ხო? როდესაც ამბობს ადამიანი რა ვქნა, ვერ შევინახავ მარხვას. რა ვქნა, არ შემიძლია სიარული ეკლესიაში, დრო არა მაქვს, მამაო, დრო არა მაქვს. დაბარისთვის აგაკ დრო ჩემო კარგო, მაგრამ რახან შენ გამონახე დრო ლოცვისთვის და დადექი ჯვარცმასთან, ან ნებისმიერ წმინდანის ხატთან, ეს შენი ფარველი წმინდანი იქნება თუ ნებისმიერი, აი ამ დროს განსაკუთრებით ვინც გაგახსენდებათ, უпростоრად ვინც გაგვახსენდება, მე როგორც სასულიერო პირს, ძალიან ხშირად სულ არ მიფიქრია გარკვეული ადამიანების მოხსენიება, მაგრამ კვეთის დროს მახსენდებიან ის ადამიანები, ვინც გაბრაზებულები არიან ჩემზე, ვინც განდრისხებულები არიან და აუგად მიხსენიებენ, მართლა მახსენდება ეს ადამიანები და პირველ რიგში იმ ადამიანებს ვიხსენიებ კვეთის დროს, ვინც გარკვეულად ნამდვილად ასეა ჩემო ძვირფასებო, განაცხენებული არის წასული ჩემგან. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ბრალია და არ ვიძახი რომ მე მართალი ვარ და ისინი ტყუიან, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ შორის არის დაძაბული ურთიერთობა. ასეთები თქვენ ცხოვრებაშიც მრავლად არიან და გთხოვოთ რომ დილის და საღამოს ლოცვები და ტაძარში მისვლის დროს მოხსენიება კვეთაში დაიწყეთ ამ ადამიანებიდან, ვინც უბრად არიან თქვენთან და ნახეთ როგორ გაგითვებათ გული და ნახეთ როგორ გაგითვებათ სული. ეს ძალიან კარგი რჩევაა ჩემო ძვირფასებო და უფლება არ მივეცი ჩემ თავს რომ არ ჩამეწერა ვიდეო რგოლი ამ სწავლებაზე, რომ ვინც გაგვახსენდება, მაშინვე ღვთის წინაშე მთელი სულით და გულით ვევედროთ ღმერთს და თქვათ, ღმერთო, შეიწყალე ჩვენი ცოცხლები, ჩვენი მიცვალებულები, ჩვენი მტრები და ჩვენი მოყვარენი, ჩვენთან არის ღმერთი.